ყავის სერვისები, მიქსერები, ბლენდერები, სურათები, დანაჩაგლის ნაკრებები. ნინო წმინდის მერია წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილე ქალებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ყიდულობს. მათ შორის საჩუქრები გათვალისწინებულია 3 და 8 მარტის ღონისძიებებისთვისაც. ამის შესახებ ინფორმაცია მერმა ანივარდ მოსოიანმა მოგვაწოდა. გარკვეული ღონისძიებებს ვატარებს სხვადასხვა სამსახური ატარებს და გააჩნია მაგ კოდის ქვეშ რა არის და რა არის საჭირო ღონისძიების ჩატარებისთვის. მოწვეულ სტუმრები იქნებიან, ღონისძიების მონაწილეები იქნებიან. გააჩნია კულტურული ღონისძიებები გვაქვს, სპორტული ღონისძიებები გვაქვს. გააჩნია მუნიციპალიტეტი რა ღონისძიებებს როდის ატარებს. ნინო წმინდის მერიამ გამარტივებული ხელშეკრულება 20,300 ლარზე ნინა ღარცლიანთან 27 იანვარს გააფორმა. ხელშეკრულებაში დანიშნულება მითითებული არ არის. აქ მხოლოდ ის არის მითითებული, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა გენდერული თანასწორობის და ტურიზმის გაყოფილების, განათლებისა, კულტურის და ძეგლთა დაცვის გაყოფილების ღონისძიებისთვის იყიდეს. ხელშეკრულების მიხედვით 20,000-ზე მეტ ლარად მერია 8 სხვადასხვა სახის 345 ნივთს ყიდულობს. კერძოდ, 40 ცალ 47 ლარიან სურათს, 82 ყავის სერვისს, ჯამში 4100 ლარის ღირებულების, 30 ცალ 73 ლარიან მიქსერს, 40 ცალ ბლენდერს, ჯამში 3200 ლარის ღირებულების, 55 ლარიან 40 ცალ საათს, 35 ცალ 70 ლარიან დანაჩანგლის ნაკრებს, 63 ცალ ჩაის ელექტროსახარშს, ჯამში 3591 ლარის ღირებულების და 100 ლარიან 15 აეროგრილს.